დიახ, ხარაზიშვილმა როგორც კი წავიდა გომელაური თანამდებობიდან, ხარაზიშვილმა თავის პირად შემადგენლობასთან ერთად დაწერა განცხადება, დაწერილი იყო განცხადებები, უბრალოდ რაღაც დროის მომენტი იყო ეს და ეს დრო როგორც ჩანს გუშინდელი დღე აღმოჩნდა, როცა მამათმა ასე ვთქვათ მამაღლა გაახმოვანეს მათი სამსახურებიდან წასვლის შესახებ. მე როგორც ვიცი, წავიდა ხარაზიშვილიც, წავიდა მისივე ორივე მოადგილეც და აგრეთვე თანამდებობები დატოვეს დეპარტამენტის თითქმის ყველა მთავარი სამმართველოს და სამმართველოს უფროსებმა. და იმ ხალხმა შავებში ჩაცმულმა რობოკოპებმა, რომლებიც როგორც ყველა ამბობდა პირადად ხარებას ემორჩილებოდნენ, ყველა აქციაზე განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. უმრავლესობა მათგანმა დატოვა თანამდებობები და წავიდნენ მათმა ხელმძღვანელებმა და ის პირადი შემადგენლობა ახლა ბუნებრივია დარჩენილი იქნება სამსახურში. ამას ალბათ ახალი ხელმძღვანელი გადაწყვეტს ახლა ამ ადამიანების ბედს, არ ვიცი, ამ დეპარტამენტს, ამ სტრუქტურით დატოვებს, რაიმეს გააუმჯობესებს, იმიტომ რომ იცით, ანუ ხარაზიშვილის ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები, რაც მოხდა, მე ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გუშინდელი, თუ გუშინ იყო, არ ვიცი, სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში, სადაც მან ასე ვთქვათ, ჭყალებში გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა იმ პოლიციელების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებაში მიცემა, რომლებაც დადასტურებულად ჩაიდინეს დანაშაული და ეს ვიდეო კადრებით არის აღბეჭდილი. ეს პროცესი ალბათ მთავრობა ემზადება ოქტომბერში არჩევნებისთვის და ჩემი ვარაუდი არის და მოსაზრება, რომ დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებული გაკეთილშობილებით. საზოგადოებაში რაღაცა გარკვეული ნდობა დაიბრუნონ. ანუ იმიტომ რომ ეს გადაადგილებები ახლა ხარაზიშვილის წასვლით არ ამგონია შინაგან საქმეთა სამინისტროში თვისობრივად რაიმე შეიცვალოს. ეს კითხვა მქონდა ზუსტად, არაფერი არ იცვლება, ქარცივაძე ახალი ხარებაა? ხარება არა, ანუ აქ არის საუბარი მიდგომა და დამოკიდებულება. ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს რო კონდეს მზაობა რაიმე გაუმჯობესოს და შეცვალოს, პირველ რიგში უნდა დაიწყოს საგამოძიებო პროცესები საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გადაცდომების მოკვლევის და მათ მიერ ზოგი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში შეიძლება იქნეს მიცემული. აი თქვენი კოლეგა გურამ როგავას ფაქტი რო ავიღოთ. იქ ხო გაცხადებულად პოლიციის თანამშრომელი ესხმის თავს. კარგით, მაკაჩიხლაძეზე შესაძლოა არ იყვნენ პოლიციელები და იყვნენ ვიღაცა დაუშვათ ბანდის ტიტუშკების წარმომადგენლები. გურამ შემთხვევაში ცალსახად პოლიციელია. პოლიციელია, ისევე როგორც ნებისმიერი დაკავებული აქტივისტის ცემა პირდაპირ ეთერში რომ მიმდინარეობდა. კი ბატონო, ამ შუაგულში შესვლა ამ ნიღბიანი ხალხის და მე ამ გატარება ამ საოცარ კორიდორში და ყველა ერთსა და იმავეს ყვება, მე წამება მრავალსაათიანი და ამის მერე გადაცემა პოლიციისთვის. ანუ სპეციალური დანაყოფები მოათავებდნენ მათთან ამბავს და მერე ხდებოდა ეს ხალხი პოლიციის ხელში, ხო? აი საპატრულო პოლიციის ხელში. მნიშვნელოვანი არის სახალხო დამცველმაც აღნიშნა დაკავების მანქანაში მიმდინარე ფიზიკური ზემოქმედება. ეგრეთ წოდებული თეთრი მარშრუტკები, სამარშრუტო ტაქსები, სადაც არნახული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე. ეს მიკროავტობუსები ეკუთვნის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარ სამმართველოს. ეს ადამიანები იყვნენ ჩართული უშუალოდ მაგ ადამიანების დაკავებაში და შემდგომ დანიშნულების წერტილზე გადაყვანაში და შესაბამისად ეს ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას დაკავებული მოქალაქეების სასტიკ ცემაში. ანუ ესე იგი დადასტურებული ფაქტები არის, მაგრამ არც ერთ ამ ფაქტზე არანაირი გამოძიება არ არის დაწყებული. კაციტაძე ისე წავიდა თანამდებობიდან, ის სისტემა ისე დაიშალა, არც ერთი ხელშესახები შედეგი არ იქნა დადებული. კი ბატონო. გურამ თავდამსხმელი ბატონო ირაკლი, აი დღეს რომ თქვენ დაბრუნდეთ უწყებაში, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, ანუ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ამ კაცის მოძებნა და პასუხისმგებაში მიცემა. ეს თვითონ გურამისთანაც თქვი ძალიან მარტივი არის ეს. ანუ მარტივია, იმიტომ რომ არსებობს ამაზე შესაბამისი ნორმატიული, რა თქმა უნდა, გრიფირებული არის ეს ბრძანებები, რითაც რეგულირდება ამ ქვედანაყოფების ამოცანაში ჩართვა და ნების შემთხვევაში მარტივად არის შესაძლებელი გამოთხოვილი იქნეს, ასე ვთქვათ, ბრძანება
იმ ბრძანებაში რომელ ქვედანაყოფს ჰქონდა დავალებული აღნიშნულ ადგილმდებარეობაზე ამოცანის შესრულება დაკითხული იქნას იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირი და ჩავიდნენ პირდაპირ შემსრულებელ რგოლამდე, ანუ ქვედანაყოფილების უფროსებამდე. და ის ადამიანები ძალიან მარტივად იციან იქ კონკრეტულად ვინ მოახდინა ფიზიკური, ასე ვთქვათ, ვინ დაესხა თავს, კონკრეტულად სიტყვაზე გურამ როგავას იქნება ნებისმიერ ის, რომელიც კადრებში ჩანს, ნებისმიერი ამ სამართალ დამრღვევის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი ნების არსებობის შემთხვევაში. უბრალოდ ეს ნება არ არსებობს. გასაგებია, რომ არ აქვს ცანომრენიშნები, გასაგებია, რომ არ აქვს, ასე ვთქვათ, უკეთია ნიღბები, მაგრამ თვითონ ქვედანაყოფში პირად შემადგენლობაში ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იღებდა მონაწილეობას ამ ადამიანების ცემაში. კი ბატონო. უბრალოდ ამ ეტაპზე ამისინება არ არის და მე მეეჭვება, რომ ზოგადად ეს საკითხები იქნეს ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიებული. შესაძლოა, არ ვიცი, ვარაუდობ, იმიტომ რომ აი ამ მიმდინარე გადაადგილებებში, ამ სამინისტროში ახალი საკადრო პოლიტიკის ცვლილებით, ამ თუნდაც თქვენ რომ მე არ მჯერა ახლა ლევან იოსელიანმა გამოვიდა და პარლამენტში ანგარიში წაიკითხა ისე რომ ეს პარტიულ ოფისთან შეთანხმებული არ იყო. ანუ რავი, მე ამისი არ მწამს. მე მგონია რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დადგმული სპექტაკლი არის. თუნდაც ლევან იოსელიანის განცხადება რაღაც ერთმანეთთან კავშირში არის. ეს არის საერთო, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ნაწილი, რითაც მე ამ საზოგადოებაზე უნდა რომ გავლენა მოახდინონ და საზოგადოებისგან რაღაცა ნდობა დაიბრუნონ ერთის მხრივ სამინისტროს მიმართ და მე მთლიანად ზოგადად ხელისუფლების მიმართ. არ მგონია რომ ესენი ახლა შეამცირებენ ყველანაირად. აი ეს უნდა ვიკითხო ირაკლი, არ მგონია რომ გუშინ ვინმე სახალხო დამცველს რომ უსმინა, იქ გაუმყარდა რწმენა რომ ეს რაღაცას აპირებს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ან სახალხო დამცველი გახდება ყველას დამცველი. ერთადერთი რა შთაბეჭდილება ძალიან მარტივად დაგრჩებოდა მათი მოსმენისას, ეს იყო წულუკიანის წუხილი სანქცირებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რომელზეც არ რეაგირებდა მისი განცხადებით ბატონ იოსელიანი და არ იცავდა ამ ხალხს. ანუ სანქცირების თემა, მექანიზმი, რატომ შეიძლება ისცილობდეს თუნდაც სახის შენარჩუნებას? დღეს თქვენი ვარაუდს თუ გავყვებით, შსს-დან აცილებენ იმ კადრებს, რომლებიც ასოცირდებიან ცალსახაძალადობასთან, არიან სანქცირებულები, ყველა ვინ შეცვალეს სანქცირებული იყო. შესაბამისად, აი ამ ერთგვარ იმიტაციასაც რატომ აკეთებენ? მოსალოდნელ სანქციებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვა დიდი ალბათობით, ამას უფრთხიან? ერთადერთი მოდი ვთქვათ, რომ მხოლოდ ხარაზიშვილი წავიდა სახლში ამ ეტაპზე. დანარჩენები გადაიყვანეს, კი ბატონო. არ ვიცით ის წავიდა თუ არა და ის მერე სად მოგვევლინება, ჯერჯერობით უცნობი არის. რატომ გომელაურიც ხომ წავიდა? გომელაური ნამდვილად წავიდა და წავიდა ასევე მისი მოადგილე იოსებ ჭელიძეც ადასტურებულად, მაგრამ ხარაზიშვილი შესაძლოა სადღაც მოგვევლინოს. მე ვარაუდობ, რომ ხარაზიშვილის სახლში ესე მარტივად არ და ვერ გაუშვებენ. დანარჩენებს უბრალოდ კარუსელის დატრიალება მოხდა, ანუ ვაჟოსირაძე გუშინავს თქვი, ვაჟოსირაძე არ დაუფეითებია. რატო თბილისის პოლიციის დეპარტამენტობა უფრო მაღალია, ვიდრე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა? საპასუხისმგებლო თანამდებობა, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, არანაკლები, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ეს რესპუბლიკის მასშტაბით პასუხისმგებელი და ის პიროვნებაც, ვინც მივიდა ლევან მაისურაძეს, ისიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი არის და ანუ აქ რო იკითხებოდეს პირობითად, ხო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაუმჯობესება ან სამომავლოდ რაიმე რეფორმების ჩატარება მკვდარი არის, იმიტომ რომ ისევ გადაიყვანეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც არ წარმოდგენა არ აქვს რა არის საპატრულო პოლიცია, ხო, იმიტომ რომ საპატრულო პოლიცია ძალიან სპეციფიური დეპარტამენტი არის, რომელიც პასუხისმგებელი არის არა მარტო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მარცხის რიგის დაცვაზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით სასაზღვრო კონტროლი ავალია მას, საგზაო მოძრაობის კონტროლი ავალია და ასე შემდეგ, უამრავი მათ ფუნქციებს რო აღარ ჩამოყვე, ანუ იკითხება მიდგომა და დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, რომ უბრალოდ ეს არის თვალის ასახვევი, არ ვიცი, შესაძლოა ამას თავისი ამომრჩევლები ამას შესაძლოა ასე ვთქვათ, ამითი ტყუდებოდნენ მაგალითად, ან ეს მესიჯი შეიძლება ეს ახალი მინისტრის დონეზე გაკეთებული გადაწყვეტილებები იყოს, თუ გამორიცხავთ ამას, ეს უფრო დიდი სურათია, ვიდრე ახალი ეგრეთ წოდებული მინისტრის გადაადგილებები? არ მჯერა, რომ ახალი მინისტრი დამოუკიდებლად მე 4 წლის განმავლობაში არ გჯერათ ამის. 4 წლის განმავლობაში მე შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც ვიმუშავე, მერწმუნეთ რიგითი ინსპექტორის გადაადგილებას ვათანხმებდით მინისტრის მოადგილესთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, დეპარტამენტის დირექტორს ახლა შეუძლია მინისტრმა დამოუკიდებლად მოხსნას და დანიშნოს, ისე რომ მთავრობის
პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ეს არ იყო შეთანხმებული. ეს არავინ არ დაიჯეროს, ეს თქვენ არის ტყუილი. იქ არიან უბრალოდ ფორმალურად, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორებიც, რომლებიც ხელმძღვანელები არიან, ესენი არიან ფორმალურები, ყველა გადაწყვეტილებას ათანხმებენ, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას. ვისთან ათანხმებენ? ანუ დეპარტამენტის დირექტორები მინისტრის მოადგილებთან, მინისტრთან, მინისტრი უკვე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ასე შემდეგ. ანუ ეს რგოლი მე მიდის ერთ ადამიანამდე. ეს არის ივანიშვილი. რა თქმა უნდა. აი, ზუსტად ამას ვკითხულობ, თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი არა და ვერ გაუშვებდა სახლში ხარებას. მას ბევრი ადამიანი ყავს დაქვემდებარებაში, ძალოვნები, ჩვენ ნახეთ მისი დაპირისპირება, გარჩევა, როცა სამთავრობო წარმომადგენლები ერთი კლანის მეორეს დაუპირისპირდნენ, ეს ხალხი სახლში გაშვებული ან ქუჩაში ასე გაშვებული ოდნავ ნაწყენი პრობლემაა თუ არა ივანიშვილისთვის? გაცილებით საშიში არის სახელმწიფოსთვის ეგ ადამიანები, ვიდრე მათ რაიმე კონკრეტული რამის შესთავაზონ ან რაღაცა მოუფიქრონ ან შეუფნან. არის რამოდენიმე კვირაში გამოჩნდება ყველაფერი, როგორ დაალაგდება პროცესები ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუ რაიმე ასე თქვა სტრუქტურული რეფორმა განახორციელეს, არ ვიცი, შეიძლება ცალკე გამოიყოს რაიმე და ის ჩააბარონ. ზოგადად ხარაზიშვილს უნდოდა, რომ ცალკე ყოფილიყო სპეცდანიშნულების დეპარტამენტი, მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის ეს მასების მართვის ამოცანა, საოკუპაციო ხაზი, მილსადენი და ზოგადად ის ამოცანები, რაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ჰქონდა, იმდენად არ უყვარდა, რომ ამას ანუ გამოხატავდა კიდევაც, ანუ ზიზღს ავლენდა საკუთარი დეპარტამენტის მიმართ, გარდა სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობისა. ყველას მიმართ ავლენდა აი წარმოუდგენელ ზიზღს და აგრესიას იმდენად ვერ იტანდა ამ დეპარტამენტს და არ ვიცი გამოჩნდება რას გააკეთებს მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ფაქტი არის რომ ეს ყველაფერი ჩემი აზრით ერჩივნა მოქალაქეების ცემა ქუჩაში. მარტივად ის ამით სიამოვნებას იღებდა ერთგვარად და მე გარდა სიამოვნებისა ამაზე ძალიან დიდი ფინანსური ანაზღაურება ჰქონდათ, როგორც დეკლარირებული პრემიებისა, ისე არა დეკლარირებული. რამდენი იყო ეს არადეკლარირებული პრემია? რა ღირდა ამდენი ხალხის ცემა დღეში? 500 ლარიდან იწყებოდა და შეიძლება ასულიყო 15000 ლარამდე. გააჩნია ვინ როგორ. დღე ერთ კაცზე? არ ვიცი, დღე არა, მაგრამ რაღაც კონკრეტულ ასე თქვა აქციების დასრულების შემდეგ რიგი თანამშრომლებს შეიძლება ორ კვირაში ერთხელ 500 ლარი ჩაერიცხათ, მაგრამ არსებობდა ასე თქვა სპეციალური სიები მათთვის ანდოდა ასე თქვა შიდაწრის ადამიანებისთვის, რომელსაც განსხვავებული, მაგალითად ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის იარაღი დააჯილდოვეს, დათო ქაცარავას ცემისთვისაც იარაღი დააჯილდოვეს და გარდა მაგისა ფულადი პრემიები ჩაურიცხეს და მე ამის გამო შიგნით დაპირისპირებები არსებობდა, რომ ყველას უნდოდა იმ ეპიცენტრში ყოფნა და მას მიიღო მონაწილეობა ამ სისასტიკეში, რომ მე წყალობა მათაცზე გავრცელებულიყო. ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს თქვენთვის, მაგრამ იმდენად დიდი სიბინძურე ტრიალებდა შიგნით, იმდენად დიდი ისეთი გახრწნილი არის ეგ სისტემა დღეს, რომ არ ამგონია ამათმა რაიმე უშუალო გაუმჯობესების და გაჯანსაღების კუთხით, იმიტომ რომ ამას ვერტიკალში უნდა მთლიანი ცვლილება მოახდინო, როგორც ინსტიტუციურ დონეზე კანონმდებლობით, ისე პირადი შემადგენლობით საკადრო პოლიტიკის ცვლილებით. სხვა შემთხვევაში ეს დღეს ხვალ არ დროის ფაქტორი არის, დომინოს პრინციპი დაეშლება თავზე მათ. ეს სისტემა, რომელიც მათ შექმნეს ესე გაუაზრებლად. იარაღი ერთ შემსრულებელს თუ ყველას, აი ძალიან ისეთი დეტალია, რასაც ახლა თქვენ ყვებით, რომ აი კაცი სასტიკად ცემეს, ამის შემდგომ როგორ გამოიყურებოდა ლევან ხაბეიშვილი თუ დავით ქაცარავა, ცნობაც კი ძნელი იყო მათი და ამის შემდგომ, ანუ მაღალ ჩინოსნებს შესაძლოა 15000 ლარი მიეღოთ და იარაღი თუ ყველას, როგორი იყო ეს? არა, კონკრეტულ პირებზე არის აქ საუბარი, კონკრეტულ პირებზე არის საუბარი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ პროცესში მონაწილეობაში.